გამარჯობა. ხო, როგორც გითხარით, დღევანდელი ვიდეო იქნება ევანგელიონზე. როგორც დაგპირდით. იმედი მაქვს, რომ ეს წვანეფონი რაც არის, იმუშავებს და რამე პრობლემა არ შემექმნება და შემეძლება რაღაცები ჩავსვო. ხო, და ნუ მოკლედ რა, დღეს ევანგელიონს შევეხები, როგორც ეპიზოდების მიხედვით რაც ხდება. ანუ წინა ვიდეო იყო, რაც სანამ სერიები დაიწყება, მანამდე რა ხდებოდა და დღევანდელი ვიდეო იქნება ზუსტად სერიების მიხედვით რაც ხდება. ზუსტად. ხო, პირველი ანგელოზი, რომელსაც ეკრანებზე ვხედავთ, არის საკიელი, რომელიც ტოკიო სამს ესხმის თავს და ცდილობს, რომ ნერვის ორგანიზაციაში შეაღწიოს, სადაც ლილითია. კერძოდ ტერმინალ დოგმაში. ეს ლილითი, რა თქმა უნდა, გენდო იკარის ყავს დამწყვლეული და, ნუ, როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, ანგელოზებს უნდათ რომ შეეხონ ლილითს, იმისთვის, რომ იმპაქტი მოახდინონ, ანუ აფეთქება მოახდინონ და ყველა ცოცხალი არსება გაანადგურონ აბსოლუტურად. გარდა თავიანთი თავისა რა, ანუ ეგ რო აფეთქდება, თვითონ არ მოკვდებიან, არაფერი არ დაემართებათ. ხო, წინა ვიდეოში გამორჩა, ბოლოსკენ გამორჩა, რომ მე თქვა, რატო არ მოკვდებიან მაგ სიტუაციაში ანგელოზები. ანგელოზებს აქვთ 80 field-ი. იგივე absolute terror field, ანუ მაგის შემოკლება არის 80 field, რომელიც ანუ იმ ხელფარი არის, რომ ნებისმიერი სახის იარაღი რაც არ უნდა ესროლონ, ვერ ტეხავს, ვერაფერი ვერ შედის შიგნით. შესაბამისად, ჩვეულებრივი იარაღების გამოყენება, რაღაც ბომბებს რო ესრიან და შემდეგ არ მოქმედებს, ხო? ანუ ზაქიელიც პირველად რო გამოჩნდება, იაპონიის მთავრობა ესროს ყველანაირ იარაღს და არაფერი არ გამოსდით. ერთ-ერთი იარაღები, რომელიც არსებობს და შეუძლია რომ 80 field-ი გაარღვიოს, არის n კვადრატის იარაღები, მაგრამ ეგენიც რო არ გვყავს, დიდ დაზიანებას ვერ აყენებს ანგელოზებს. ან ნებისმიერ რაღაცას, რაც 80 field-ისგან არის დაცული. ამავდროულად ევანგელიონებსაც აქვთ 80 field-ი, როგორც ანგელოზებს აქვთ, ანალოგიურად აქვთ ევანგელიონებსაც 80 field-ი. ერთ-ერთი ვარიანტი იმისთვის, რომ 80 field-ი გაირღვეს, არის თვითონ 80 field-ის გამოყენება. და შესაბამისად, ყველაზე კარგი საშუალება იმისთვის, რომ ანგელოზი დაამარცხონ, არის ევანგელიონები, ხო? ევანგელიონის რობოტები, რომელსაც ანალოგიურად 80 field-ი გააჩნიათ. მაგიტომ ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ ერთმანეთს ეს ორი გაჩხუბონ და ანგელოზი მოკლა. სხვა ვარიანტში ვერაფერს ვერ შვებიან ანგელოზს. ხო, ანგელოზებს განსაზღვრული 80 field-ი აქვს, ანუ ყველა ანგელოზს განსხვავებული სიმძლავრის 80 field-ი აქვს, მაგრამ ევანგელიონების შემთხვევაში 80 field-ის სიმძლავრე დამოკიდებულია სინქრონიზაციაზე, ანუ პილოტსა და ევანგელიონს შორის რა დონეზე არის სინქრონიზაცია, მაგაზეა დამოკიდებული რამხელა 80 field-ი ექნება. სანამ ზაქიელი 2015 წელს მასიურ შეტევას დაიწყებს ტოკიო სამზე, მანამდე პირველი პილოტი არის რეი აიანამი, რომელიც 7 თვის განმავლობაში ვარჯიშობდა პილოტობაში, ესე რომ ვთქვათ რა. მისი ევანგელიონი არის ევა ზირო, მაგრამ ამ ევა ზიროს რატომღაც რეი არ მოსწონს და როცა ერთ-ერთ მომენტში ბოლოსკენ, როცა უკვე ზაქიელი უნდა გამოჩენილიყო 2015-ში, როცა ჩაჯდება და სინქრონიზაციას ცდის, რეი ეს ევა ზირო ადგება და თავის რტყმას დაუწყებს კედელს, რის შედეგადაც თვითონ ევა ზიროს დაზიანდება და აიანამიც ძალიან დიდ დაზიანებებს მიიღებს ხელზე. და ეგ დაზიანებები იმის გამო ემართება, რომ რეალურად რასაც ევანგელიონები განიცდიან, რაც ემართებათ, ესე რომ ვთქვათ, პილოტზეც ანალოგიურად გადადის. ანუ მაგალითად ვიღაცამ რო ხელი მოაჭრას ევანგელიონს, ვინც პილოტი არის ევანგელიონის, იმის შეგრძნება იქნება თითქოს ხელი მოაჭრას. რა თქმა უნდა, პირდაპირ იმას არ ნიშნავს, რომ ხელი ეჭრებათ, მაგრამ გრძნობენ მაგ ყველაფერს რა. ამის პარალელურად იაპონიის მთავრობას ოლოუთომი აქვს ზაქიელთან და ყველა იარაღს იყენებენ მის წინააღმდეგ, მაგრამ ნუ არაფერი არ გამოდის თუ შედეგოა რა მაგ ყველაფრის გაკეთება. ამასთან დაკავშირებით გენდო იკარი მიდის მთავრობასთან და ცდილობს რომ მოლაპარაკებები აწარმოოს იმისთვის, რომ ნერვის ორგანიზაციას მისცენ უფლება, რომ ზაქიელს ებრძოლონ, ანუ გამოიყენონ ევანგელიონები იმისთვის, რომ ზაქიელი დაამარცხონ. საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა დაითანხმებს გენდო, რომ ნერვის ორგანიზაციას გადაბარდეს ზაქიელის დამარცხება და ტოკიო სამში ჩამოდის შინჯი იკარი, ანუ ჩვენი პროტაგონისტი, მთავარი პერსონაჟი ვინც არის. შინჯი გენდოს და იუის შვილი არის, რომელსაც გონია რომ რატომღაც მამამისმა იმის გამო დაუძახა ტოკიო სამში რომ ჩამოსულიყო, რომ ურთიერთობა აღედგინათ და რაღაც მამამის უყვარდა და შემდეგ სინამდვილეში ნუ მამამის უნდოდა რომ უბრალოდ პილოტი გამხდარიყო და ევანოლერში ჩამჯდარიყო. იმიტომ რომ რეის გამოყენება თითქმის შეუძლებელი იყო, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან დიდ დაზიანებები ჰქონდა. და კიდე ნუ ის მიზეზიც არის ევანოლერთან, რომ როგორც წინა ვიდეოში ვახსენე, დედამისი არის ევანოლერში გამოწყდეული, ხო? რა თქმა უნდა 14 წლის ბიჭი უარს ამბობს, რომ რობოტში ჩაჯდეს და რაღაც უზარმაზარ არსებას ებრძოლოს და უკან გაბრუნებას აპირებს. მაგრამ მასე ემოციურად იმანიპულირებს მამამისი და ნუ ყველა მის გარშემო ვინც არის და გამოიყვანენ რეის თითქოს ანუ ეგ უნდა ებრძოლოს და დაინახავს შინჯი რომ რაღაც
ძალიან ბევრი ჭრილობები აქვს ამ რეისს და ეხლა კიდევ უნდა გავიდეს და იმ რაღაცა უზარმაზარს უნდა ებრძოლოს. ამიტომ საბოლოო ჯამში ჩაჯდება შინჯი რობოტში. იქიდან გამომდინარე, რომ შინჯის არანაირი გამოცდილება არ აქვს საერთოდ ევანგელიონის მართვაში და ან სინქრონიზაციაში და ამ შემდეგ ნაბიჯების გადმასაც კი ვერ ახერხებს ესე ვთქვათ რა. და შესაბამისად ზაქელი ანადგურებს და ანუ აზიანებს ევანორერს აბსოლუტურად, რაც ანუ შინჯის ძალიან დიდ კიბოს განაცდევინებს, იმიტომ რომ ანალოგიურად გრძნობს ყველაფერს, რაც ევანორერს ემართება, ხო? და მაქედან გამომდინარე, რახან მენტალურად ვეღარ უძლებს მაგ ყველაფერს, ევანორერტი ბერსერკის მდგომარეობაში გადავა და ნუ ზაქიელს გაანადგურებს შესაბამისად. ამის შემდეგ შინჯის უწევს, რომ მისაწვდომთან ცხოვრება დაიწყოს, რადგან ოფიციალურად უკვე პილოტია და ტოკიოს სამში უნდა იყოს აუცილებლად იმ რამე რომ მოხდეს და დასჭირდეთ, ნუ რო ავარჯიშონ და ამოდროულად რო გამოიყან. სამი კვირის შემდეგ შინჯი ტოკიოს სამის სკოლაში იწყებს სიარულს და პირველივე დღეს ტოჯის სემს. იქიდან გამომდინარე, რომ ზაქიელთან ბრძოლის დროს მისმა დაზიანებები მიიღო და გაარკვევს, რომ შინჯი არის პილოტი და მაგის გამო ცემს. მალევე მეოთხე ანგელოზი ჩნდება ტოკიოს სამში, შემშელი ქვია მაგ ანგელოზს და ბრძოლის დროს მიუხედავად იმისა, რომ შინჯის უბრძანებენ, რომ უკან დაიხიოს, რადგან ბრძოლას აგებს, მაინც არ დაიხავს უკან. იქიდან გამომდინარე, რომ ახლო მდგომად დაინახავს ტოჯის და კისკეს თავის კლასელებს და მაგიდან გამომდინარე ცდილობს, რომ დაიცვას ეს ორი. როგორღაც მოახერხებს შინჯი, რომ შემშელი დაამარცხოს, მაგრამ მისატომ მაინც დატუქსავს შინჯის. იქიდან გამომდინარე, რომ სამყაროს სასიცოცხლო სიტუაცია იყო და არ დაუჯერა პროფესიონალებს. ნერვის ორგანიზაცია კიდე მოახერხებს, რომ ამ შემშელის ბირთვი, აი რაც დანადგურებენ ხოლმე ანგელოზებს უცაებრძვიან, ცოცხლად ჩაიგდოს, ანუ უვნებლად ჩაიგდოს ხელში. და ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ანგელოზების დნმ 99%-ით ადამიანის დნმ-ს გავს. იდენტურია ადამიანის დნმ-ის. ამის შემდეგ მეხუთე ანგელოზი რემიელი უტევს ტოკიოს სამს და მაგასაც დაამარცხებენ და რამიელის შემდეგ ნერვის ორგანიზაცია ცდილობს, რომ რაღაც ახალი ევანგელიონი რო შექმნეს, ეგ აჩვენოს ყველას. მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ სპეციალურად ამუშავებენ არასწორად და მერე საკუთარი ძალებით დაამარცხებენ, ნუ შინჯისაც გამოიყენებენ მაგ სიტუაციაში, რომ დაამარცხოს ეს რობოტი, იმისთვის, რომ კონკრეტული პირების თვალში ნერვი ამაღლდეს, რაღაც დაინახო, რომ ძალიან დიდი იარაღები აქვს და ძალიან მაგრები არიან მარტივად რო ვთქვათ. ამის შემდეგ მესამე პილოტი ჩნდება, ასუკა ლონგლი და როცა ეს პერსონაჟი ჩნდება, მთელი ეპიზოდის განმავლობაში ვართ გემზე. და მე მგონი 2 ეპიზოდია ზუსტად არ მახსოვს და ამ გემთან ჩნდება კიდევ ერთი ანგელოზი, რომელსაც ქვია გაგიელი. გაგიელი ამ შემთხვევაში არ ცდილობს, რომ ლილითამდე მივიდეს, რა თქმა უნდა ლილითამდე თუ უნდა მისვა ტოკიოს სამში იქნებოდა. გაგიელი ეძებს ადამს, რომელიც კაჯი მოიპარა სიელისგან და გემზე არის. და პილოტები ასუკა და შინჯი გაგიელსაც დაამარცხებენ. ნუ კაჯი ჩასვლის შემდეგ ტოკიოს სამში გენდო იკარის გადასცემს ადამს. ამის შემდეგ მეშვიდე ანგელოზი უტევს ტოკიოს სამს იზრაფელი. იზრაფელი შუაზე გაყოფის შემდეგ ორად გაიყოფა და ორ ანგელოზად გარდაიქმნება რატომღაც, მაგრამ იმისთვის რომ ეს კონკრეტული ანგელოზი დამარცხდეს, იზრაფელი რომ დამარცხდეს, საჭიროა რომ ორივე ბირთვი, რომელიც თითოეულს აქვს, ერთდროულად განადგურდეს. და ამის გამო ასუკას და შინჯის სინქრონიზაციის სწავლა უწევთ ერთმანეთთან და რაღაცა ერთად მუშაობა უწევთ და საბოლოო ჯამში რაღაც კლასიკურ მუსიკაზე ცეკვით დაამარცხებენ იზრაფელს. ამის მერე ნერვი შემთხვევით აღმოაჩენს მერვე ანგელოზს, სენდალფონს, რომელიც ვულკანის ქვემოთ არის, მაგრამ ჯერ გამოჩეკილი არ არის. მაგიდან გამომდინარე, ანგელოზების ბიოლოგია აინტერესებს მარტივად რო ვთქვათ და მაგისთვის რომ ყველაფერი გაარკვიონ და ექსპერიმენტები ჩაატარონ, უნდათ რომ ამოიყვანონ და ნუ დაამწყობიონ ესე რო ვთქვათ. მაგრამ რახან ვულკანში არის, ესე მარტივი არ არის. მაგიტო უშვებენ ასუკას რაღაც სპეციალური გეარით, მაგრამ როცა ჩადის, მაგ მომენტში დაიწყებს გამოჩეკვას ანგელოზი. შესაბამისად ასუკას უწევს, რომ მოკლას ეს ანგელოზი, თუმცა ეს ანგელოზი სენდალფონი ასუკას თოლქს გადაუჭრეს, რომელიც ზემოთ აკავშირებს სანამ მოკვდება. და შესაბამისად შინჯის უწევს, რომ უსვათ ჩახტეს ვულკანში და გადაარჩინოს ასუკა. ამის შემდეგ მეცხრე ანგელოზი უტევს ტოკიოს სამს, რომელსაც მატარაელი ქვია და ამ პერიოდში ელექტროობა არ არის ქალაქში. პირველ ლაპარაკის გარეშე ამ ანგელოზსაც დაამარცხებენ პილოტები და შემდეგ მეათე ანგელოზი ჩნდება, რომელსაც ქვია ზაჰაკიელი. რომელსაც ნუ ანალოგიურად ებრძვიან პილოტები. მაგრამ ამის პარალელურად გენდო იკარი და ფუიოცუკი მიდიან ანტარქტიდაზე იმისთვის, რომ ლონგინუსის შუბი იპოვონ და შეინახონ. და ამის ნახვის შემდეგ ზაჰაკიელის დამარცხებასაც ვნახულობთ.
შემდეგ მე-11 ანგელოზი ჩნდება ირეული, რომელიც პირდაპირ მთლიან ბაზას დააინფიცირებს და კონკრეტულად მაგის კომპიუტერებს ყველაზე ახლოსაც მივა ბაზის განადგურებამდე და ლილითამდე. ამით ირკვევა, რომ ანგელოზებს ნებისმიერი სახე შეიძლება რომ ჰქონდეთ და ამის შემთხვევაში ირეული არის ბიოლოგიური კომპიუტერის სახით. ნებისმიერ სახე შეუძლიათ რომ მიიღონ ანგელოზებმა თვითონ რასაც წარმოიდგენ მარტივად რო ვთქვათ, მაგრამ ეგ კიდე ცოტა უფრო კომპლექსური არის. და კონკრეტული ანგელოზი ირეული არის ბიოლოგიური კომპიუტერი, რომელიც აინფიცირებს მაგის კომპიუტერებს, რომელსაც ნერვის ორგანიზაცია იყენებს, მაგრამ ორგანიზაციის წევრები მოახერხებენ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ პროგრამულად და საბოლოო ჯამში აიძულებენ, რომ თავი მოიკლას, რაღაც დაუპროგრამებენ ყველაფერს, რომ თავი მოიკლას ამ ანგელოზმა. ამ მოვლენების მერე ლონგინუსის შუბს გადასცემენ რეის და ევაზიროს. იმისთვის რომ მივიდეს და ლილითს ჩაასოს ეს ლონგინუსი. რაც ირონიულია იქ და გამოდიან რომ რეი თვითონ ლილითის ნაწილია, ლილითია თვითონ. მალევე მე-12 ანგელოზი ჩნდება ლელიელი, რომელიც შინჯის ჩაითრევს და აიძულებს რომ თავის მოგონებები გაიხსენოს, რაც შინჯის ტყუიდან გადაიყვანს და აგრესიით და ბრაზით რაღაც დაამარცხებს ლელიელს. ნერვის ორგანიზაციას უფრო მეტი იარაღი სჭირდება იმისთვის, რომ ანგელოზები დაამარცხონ და აქედან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატები გამოგზავნის ახალ რობოტს. რომელსაც ძალიან ბევრი იარაღები ექნება და შეზღუდვა ექნება, ესე რომ ვთქვათ, და მაგის გამო აფეთქდება გამოყენების მომენტში. აქედან გამომდინარე, ამერიკა საბოლოო ჯამში კიდევ ერთ რობოტს გამოგზავნის, რომელსაც ნაკლები დაცვა ექნება. და ეს რობოტი გახდება EVA-03, მაგრამ ჩაითვლება EVA-03-ს და არ ქმნევენ, ესე რომ ვთქვათ. და ამ ევანგელიონს EVA-03-ს დაეპატრონება ანგელოზი სახელად ბარდიელი მე-13 ანგელოზი. და თან პარალელურად პილოტი ჯერ კიდევ შიგნით არის. არ ვიცით რეალურად ვინ არის პილოტი ამ კონკრეტული სერიის განმავლობაში ბოლომდე. EVA-03-თან ბრძოლა უწევს შინჯის, მაგრამ ბოლოსკენ უარს ამბობს მოკლაზე, რადგან იცის რომ შიგნით ვიღაცა ზის, ვიღაც ადამიანი ზის და აქედან გამომდინარე უარს ამბობს რომ საბოლოო ჯამში გაანადგუროს EVA-03 ან ანგელოზი. ამიტომ გენდო ადგება და გადაწყვეტილებას მიიღებს რომ დამი ფლაგი გამოიყენო შინჯის მაგივრად. დამი ფლაგი არის იგივე ავტოპილოტი ევანგელიონების, რომელიც იმის გამო დაამატეს, რომ არენდობოდნენ შინჯის და ზოგადად პილოტებს არენდობოდნენ, რომ რაღაც კონკრეტულ სიტუაციებში გადაწყვეტილებებს სწორად მიიღებდნენ, რაც ლოგიკურია იქიდან გამომდინარე, რომ პილოტები თინეიჯერები არიან და რაღაც crucial მომენტი როცა არის, მაგ მომენტში შეიძლება რაღაც არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამით გააკეთებინონ რაღაც. და უეცად გაიყვება, რომ EVA-03-ში როგორც პილოტი ზის შინჯის თანაკლასელი ტოჯი, რომელიც პირველ სერიებში ცემა. საინტერესო ფაქტი. ჰიდეაკი ანოს, ვინც ავტორი არის ევანგელიონის, უნდოდა რომ ტოჯი ამ სერიაში მომკვდარიყო. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ევანგელიონს დიდი ასაკობრივი შეზღუდვები არ ჰქონდა, არ მისცეს უფლება, რომ პერსონაჟი მოეკლა. და ზუსტად მაგიტო არის, რომ ერთხელ ვნახულობთ საავადმყოფოში ტოჯის და მაგის მერე საერთოდ აღარ ჩანს ეპიზოდებში. იმიტომ რომ იდეაში მკვდარი არის. მანგაში ტოჯი კვდება, მაგრამ ანიმეში არ კვდება. მაგრამ ეგ არაფერს არ ცვლის, საბოლოო ჯამში შინჯის რეაქციები მაინც ერთ და იგივე არის, ჩათვალეთ რომ პერსონაჟისთვის ტოჯი მკვდარი არის. და იმის გამო რომ შინჯის აიძულეს რომ საკუთარი მეგობარი მოეკლა, გადაწყვეტს რომ ნერვის ორგანიზაცია უნდა დატოვოს აუცილებლად. პირველად მთელი სერიალის განმავლობაში, როცა რაციონალურად იღებს მსგავს გადაწყვეტილებას და არა იმის გამო რომ დეპრესიული რაღაც მტრიალ ბავშვი არის, მაგ მომენტში აბსოლუტურად რაციონალურად იღებს გადაწყვეტილებას და აბსოლუტურად ვამართლებ მის საქციელს. ეს იქამდე გრძელდება, სანამ მე-14 ანგელოზი გამოჩნდება, ზერუელი. ამ დროს შინჯი ჯეოფრონტში იმყოფება და სინდისის კენჯნა ეწყება. ამიტომ გადაწყვეტს რომ გარეთ გავიდეს და ბრძოლას უყუროს. და სადაც ადგება, იქ არის კაჯის, რომელიც სანამთროვებს რწყავს. EVA-0 ანუ იგივე რეი ცდილობს რომ ბირთვული იარაღი ჩატენოს ზერუელს, რაც რომ არ გამოუვა და ზერუელი რეის ან EVA-0-ს მოაჭრის თავს. EVA-0-ს მოაჭრის თავს და რეიც გრძნობს ყველაფერს. ასეც გაბრაზებული შინჯი გაიქცევა ბაზისკენ, რომ EVA-0-ში ჩაჯდეს. მაგრამ ზერუელს უკვე შემოღწეული აქვს ბაზაზე და შინჯის მოუწევს რომ გარეთ გაიყვანოს აბსოლუტურად რაღაც მოატყუოსავით რაღაც ეჭი დავოს და გაათრიოს გარეთ და გარეთ ეჩხუბოს. მაგრამ აქ სიტუაციაში შინჯი ბრძოლას აგებს და EVA-01 აღარ ფუნქციონირებს. რაც შინჯის მეტალური წამება მოყვება, რაღაც ძალიან ცუდად ეგრძნობს თავს და რაღაცა და აქედან გამომდინარე EVA-01 კიდევ ერთხელ გადავა ბერსერკის მდგომარეობაში, მაგრამ ამჯერად ბევრად უარეს მდგომარეობაში, რაღაც გამოუჩნდება სახე, რომელიც
ადამიანისაც გავს ძალიან რაღაც კანს გავს ასე რომ ვთქვა და რობოტის არაფერი არ ცხია მაგას. და შუაზე გადახსნის ამ ზერუელს და დაიწყებს ჭამას ამ ანგელოზის რაღაც საზღვრულად ესე რომ ვთქვა. მაგრამ ევანოლ-1 არა მარტო ზერუელს შეჭამს, ამავდროულად შინჯისაც შეისრულტავს, როგორც მანამდე დედამისი შეისრულტა. მაგრამ ნუ ბონდე არ არის შესრულტული მაინც და კარგი ხნის განმავლობაში ყველა ცდილობს რომ გამოიყვანოს შინჯი ევანოლ-1-დან. თუმცა ერთ-ერთი ვისაც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და შინჯის გამოყვანა შეუძლია და შემდეგ და გადარჩენა შეუძლია თვითონ შინჯი არის, იმიტომ რომ თვითონ შინჯიმ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რა გააკეთოს მაგ სიტუაციაში. კონკრეტულად გაერთიანდება თუ არა რობოტში დედამისთან ერთად და დიდი ხნის განმავლობაში ვხედავთ მის ფიქრებს. მაგალითად მატარებელში რო არის და რეის რო ხედავს და შემდეგ ეგ ცნობილი სცენარო არის, ეგ მომენტი არის ზუსტად. მთელი ერთი თვის განმავლობაში შინჯი ამ მდგომარეობაშია და სულ მაგაში არის, სულ ფიქრობს და შემდეგ მაგრამ საბოლოო ჯამში მიხვდება რომ არ უნდა რომ რობოტში გაერთიანდეს დედამისთან ერთად და შესაბამისად გადაწყვეტილებას მიიღებს და გამოვა დაბრუნდება სხეულიანად. ასე რომ ვთქვა და გადმოვა საბოლოო ჯამში ერთი თვის შემდეგ. ამის პარალელურად მე-15 ანგელოზი ჩნდება, სახელად არაელი, რომელთან ბრძოლასაც ასუკა მარტო გადაწყვეტს, რადგან ეჭვიანობს, რომ შინჯი ყოველს უფრო მეტად მოსწონს ვიდრე ის. მაგრამ არაელი მენტალურად გაანადგურებს ასუკას და ძალიან ცუდ მოგონებებს გაახსენებს, მაგალითად დედამისის მარო თავი მოიკლა და შემდეგ შესაბამისად მისი გადარჩენა უწევს რეის. ამ ბრძოლაში რეის არაელის დასამარცხებლად მოუწევს, რომ ლონგინუსის შუბი გამოიყენოს და მისი გამოყენების შემდეგ ლონგინუსი პირდაპირ მნიშვნელობით ატმოსფეროს გაცდება და კოსმოსში აღმოჩნდება. და რაც იმას ნიშნავს, რომ სიელის გეგმა იმის შესახებ, რომ ლონგინუსის შუბი გაენადგურებინათ თითქმის ჩაფლავდა, იმიტომ რომ ნუ ვეღარ დაიბრუნებენ ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ დაიკარგა ესე რომ ვთქვათ რა არ ჩანს. ამის შემდეგ მე-16 ანგელოზი ჩნდება, რომელსაც არმიზაელი ქვია და მასთან ბრძოლა მოუწევთ შინჯის და რეის. არმიზაელი მოახერხებს რომ რეის შეუერთდეს და მის ფორმას მიიღებს და რის შემდეგაც მთელი ეპიზოდი იმას მიყვება როგორ უნდა რეის რო შინჯისგან დაურსულდეს თუ რაღაც ეგეთი არ ვიცი. ამის შედეგად რეი მოკვდება, შინჯი დაამარცხებს არმიზაელს, მაგრამ ნუ რეის როგორც გითხარით კლონები ყავს, წინა ვიდეოში როგორც გითხარით კლონები ყავს და შესაბამისად სულს გადაიტანენ კიდევ ახალ კლონში. მაგრამ ამის შესახებ რომ რეის კლონები ყავს და მისი სული გადადის სხვადასხვა მემებში, სხვადასხვა კლონებში, თავმა პერსონაჟებმა არ იციან. სულის გადატანის შემდეგ რეის მეხსიერებაზე პრობლემები აქვს, ანუ რაღაცები არ ახსოვს, რაღაცები ახსოვს. მაგალითად როგორ მოკვდა ეგ საერთოდ არ ახსოვს. ამის შემდეგ კიდე რიცუკო უხსნის უკან თავარ პერსონაჟებს რა ხდება რეის გარშემო. აჩვენებს რეის კლონებს და უხსნის იმასაც, რომ რეალურად დამიფლაგები რაც არის, ანუ იგივე ავტოპილოტები რაც არის, რასაც იყენებენ, რეის კლონებით ხდება მისი ამოქმედება. რეის კლონებით იქნება. რადგან ასუკას მენტალური პრობლემები აქვს და ფაქტობრივად გამოუსადეგარია, სიელის კომიტეტი კავროს აგზავნის როგორც პილოტი. როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, პირველი ანგელოზიც არის, როგორც ადამი, მე-17 ანგელოზიც არის და ამავდროულად ბოლო ანგელოზია და ადამის სულსაც ატარებს, როგორც რეი ატარებს ლილითის სულს. კავრო შინჯის დამომეგობრდება, მაგრამ რაღაც მხრივ უღალატებს კიდევაც მერე. კავროს მიზანი არის ადამიანთან დაბრუნება, ანუ შეერთება და სიელი ატყუებს, რომ იქაც რეალურად ლილითი არის, კავროს ატყუებენ, რომ თითქოს ადამიანია იქ. იმიტომ რომ უნდათ რომ კავრო შეუერთეს ლილითს და გამოიწვიოს third impact-ი, იგივე მესამე აფეთქება და დაიწყოს human instrumentality project. მაგრამ როცა კავრო შევა, იქაც ლილითია, მიხვდება ყველაფერს აბსოლუტურად და მაგით გამომდინარე არ შეუერთდება ლილითს. და მიხვდება რომ ადამი საერთოდ არ არის იქ. ამის შემდეგ კავროს დამოკიდებულება რაღაც სრულიად იცვლება, რომელიც ან ბონდე არ არის ახსნილი თვითონ ანიმეში, იმიტომ რომ ძალიან მოკლე დრო ეთმობა ზოგადად კავროს. მაგრამ ერთი მხრივ თავიდანვე ჩანს რომ კავროს მთელი კაცობრიობის განადგურება არ უნდა. და ადამიანებს როგორც რაღაც პატარა საყვარელ ბავშვებს ეგრე აღიქვამს. მიუხედავად იმისა, რომ რეის და კავროს იგივე ადამიანს და ლილითს ერთმანეთი ეზღებათ. მაგრამ ნუ ლილითის შთამომავლებს მაინც არაფერს არ ერჩის კავრო. ამიტომ კავრო შინჯის ეუბნება, რომ ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ კაცობრიობა გადარჩეს, არის ის, რომ შინჯი მოკლას კავრო. და ნუ ფაქტობრივად მენტალურად აიძულებს შინჯის რომ მოკლას.
ამის პარალელურად კაoru იმასაც ხსნის, რომ ყველა არსებობს აბსოლუტურად ყველა ცოცხალ არსებობს გააჩნია 80 field-ი და მარტო ანგელოზები არ არიან ეგეთი არსებები. შესაბამისად, ყველა არსებისთვის 80 field-ის მოხსნა ინსტრუმენტალიტის მაინც გამოიწვევს. ამის შემდეგ უკვე ბოლო სერიებია ფილმამდე, სადაც ან თელ დროს პერსონაჟების გონებაში ვატარებთ, სანამ ფილმი არ დაიწყება, ესე ვთქვათ. სანამ End of Evangelion-ი არ დაიწყება. End of Evangelion-ი და ეს სერიები არის პარალელური, ანუ გონებაში ხდება ყველაფერი სერიებში, ხოლო ფილმი რეალობა არის, რაც ხდება, ესე ვთქვათ. და ეს პერსონაჟები ცდილობენ, რომ საკუთარი პრობლემები, დეპრესია, შფოთვები, მენტალური პრობლემები ზოგადად მოაგვარონ, გადაალახონ, ესე ვთქვათ და დაამარცხონ. ამის შემდეგ სიელი ნერვის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას იმისთვის, რომ ევანგელიონები წაიღონ, იმიტომ რომ ევანგელიონები არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი Human Instrumentality Project-ში. სიელი იაპონიის თავდაცვას დაარწმუნებს, რომ ნერვის ორგანიზაცია ტერორისტული ორგანიზაციაა და შესაბამისად იაპონიის მთავრობა, იაპონიის თავდაცვა იწყებს შეტევას ნერვის ორგანიზაციაზე, ნერვის ბაზაზე. და ნუ იწყება სპეცოპერაცია. ეს ის მომენტია, როცა ყველა პერსონაჟს იარაღით ბრძოლა უწევს და მისატო შინჯის აქეთ-იქით დაათრევს, ხელით რო დაათრევს აქეთ-იქით. ასევე ასუკა საკუთარ რობოტში ჯდომის დროს გამოვა მენტალური პრობლემები და ნუ თად არ გამოვა, მაგრამ ბრძოლის უნარიანობას დაიბრუნებს, ასე ვთქვათ და იწყებს სამხედროების დახოცვას და მაგათი იარაღების განადგურებას. ხოლო სიელი გამოგზავნის თავიანთ ახალ აწყობილ ევანგელიონებს, რომლებიც კაორუს დამიფლაგებით იმართება. საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას უწევს ასუკა ამ ევანგელიონებს, მაგრამ ფაქტობრივად შეუძლებელია მაგათი მოკლა. შესაბამისად, ნუ ასუკას როცა დრო გავა, ეს ევანგელიონები იწყებენ ასუკას ევანგელიონის ცოცხლად შეჭმას. და შესაბამისად ასუკას უწევს, რომ გამოსცადოს როგორია, როცა ცოცხლად გჭამენ. ხო, ამ მომენტში ბევრი ფიქრობს, რომ ასუკა კვდება, მაგრამ მე ეგრე არ ვთვლი. იმიტომ რომ როგორც ამბავი მთავრდება, ყველაფერი ლოგიკაში არ ჯდება. ნუ მგონი ესეთ რაღაცა, რაზეც ყველა შეიძლება რომ საკუთარი ინტერპრეტაცია ქონდეს, მაგრამ ნუ როგორც მოუყვები ახლა ყველაფერს, თქვენ რაც მიხვდებით რომ რაღაც ლოგიკაში ვერ ჯდება ეს ყველაფერი, ასუკა მაგ სიტუაციაში მომკვდარიყო. ამის პარალელურად მისატოს, რომელიც შინჯის მიათრევს, სამხედროებით ყუეს მოარტყავენ და ლიფტთან, საიდანაც შინჯის უშვებს იმისთვის, რომ რობოტში ჩაჯდეს, მან მოკვდება. როგორც იქნა შინჯი გააწყვეტს, რომ რობოტში ჩაჯდეს და გარეთ გავიდეს და ასუკას დაეხმაროს და ნუ ჩაჯდება და გავა, მაგრამ როცა გავა, უკვე დაგვიანებულია ყველაფერი. ასუკას რობოტი უკვე ნაწილობად არის დაშლილი, რაღაც შინაგანი ორგანოები ჩანს და შემდეგ და ეს ყველაფერი შინჯის ჭკუიდან გადაიყვანს და ამის გამო თან პარალელურად ლონგინუსის შუბი დაბრუნდება, ანუ ამ ენერგიას როცა გამოხატავს მსგავს მდგომარეობაში ლონგინუსის შუბიც დაბრუნდება და პირდაპირ ევანოლერთის წინ აღმოჩნდება ეგ შუბი. ფილმის ამ ნაწილში თითქმის ყველა მკვდარია უკვე, მაგრამ რეი და გენდო იმ ოთახში არიან, სადაც ლილითია. გენდო ცდილობს, რომ ადამის სხეული და რეი შეაერთოს, რითიც თვლის, რომ იმის ძალა მიეცემა, რომ იუი კარი, ანუ საკუთარი ცოლი დააბრუნოს. მაგრამ ნუ რეი უარს ეტყვის და ადამიანის მაგივრად ლილით შეუერთდება. ასევე რეი ხელს მოაჭრის გენდოს და ევანოლერტს შეაჭმევინებს. მაგრამ ნუ მსგავს სიტუაციაში ყველა სხვა რაღაცას ხედავს, ესე რომ ვთქვათ. და გენდოს შემთხვევაში ეგ ევანოლერტი იყო. ამით საბოლოო ჯამში ნუ რეი რაღაც გიგანტურ ქალღმერთად იქცევა და შესაბამისად მესამე აფეთქება იგივე third impact იწყება და ასევე Human Instrumentality Project. ხო, რო ვახსენე, რომ ყველა სხვა რაღაცას ხედავს, იმას გულისხმობ, რომ როცა ეს ყველაფერი იწყება, ყველა ცოცხალ არსებასთან დგას რეი. მაგრამ ამ რეის აღიქვამენ ყველა სხვა ადამიანებს ხედავენ, ან სხვა არსებებს ხედავენ, ესე ვთქვათ, რომელთანაც რაღაცა ემოციური კავშირი აქვთ ან რაღაცა. და მსგავსი სიტუაცია გენდოს შემთხვევაშიც, რომ ევანოლერტს ხედავს. ამიტომ გენდო უბრალოდ არ კვდება, ეგეც Human Instrumentality Project-ის ნაწილია და ანალოგიურად კვდება, როგორც ყველა მსგავს პროექტში ეს, მსგავს მოქმედებაში. რეი, ევანოლერთი, ლონგინუსის შუბი და სიელის გამოგზავნილი ევანგელიონები გიგანტურ 80 fields ქმნიან, რომელიც თლიან პლანეტას გარს აკრავს. და მის შიგნით ყველა არსება ელსიოდ იქცევა და ერთმანეთს უერთდება. შინჯი გიგანტური რეის დანახვის დროს პანიკაში ჩავარდება, მაგით გამომდინარე ლილითი ადგება და სახეს იცვლის და კაორუს სახეს მიიღებს და მაგითი შინჯი ოდნავ დაწყნარდება. და ევანოლერთმა, რომელიც იმ ღმერთივით არსებად იქცა, რომელზეც წინა ვიდეოში მქონდა საუბარი, ანუ იგივე შინჯი ამ სიტუაციაში უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება რა მოხდება და როგორ მოხდება. ამ დროს ყველაფერი რაც ხდება,
ყველაფერი ხდება შინჯის გონებაში და ფილოსოფიური საუბრები მიდის, რომელთაც ხსნიან რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობები, რატომ არის აუცილებელი რომ სრული თავისუფლება არ ქონდეთ ადამიანებს როგორც არსებებს და რატომ არის მნიშვნელოვანი საზღვრები, რომელსაც ჩვენი თავისუფლებისკენ სწრაფვა ქმნის სხვა არსებებთან, სხვა ადამიანებთან. და ნუ ასე შემდეგ. ამის შემდეგ შინჯი ხვდება რომ არ უნდა ისეთ იდეალურ სამყაროში ცხოვრება, სადაც ყველა ერთმანეთში აზელილი და ცევდა და განცდები არ არსებობს, სადაც საზღვრები არ არსებობს, სადაც ინდივიდუალურობა დაკარგულია და სადაც ყველას ერთმანეთს ესმის. ნუ ამაზე შემიძლია სხვა ვიდეოში ვილაპარაკო, საკმაოდ ვრცელი თემაა. კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მე ჩავწერ ვიდეოს, რასაც ზოგადად ევანგელიონი ეხება. ეს ვიდეო ეხა მთლიანად უბრალოდ ფაქტებია, ხო, რაც ხდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე შინჯი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც აქამდე იყო და სამყაროს შეცვლა არ არის საჭირო, რადგან ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს და რაც მთავარია მას მოსწონს და უყვარს ასეთი სამყარო. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იტანჯება. შესაბამისად, ლოგინოსის შუბს იყენებს და Human Instrumentality Projects აჩერებს. რაც ლილითის ანრეის და ევანგელიონების სიალის გამოგზავნილი ევანგელიონების სიკვდილს იწვევს, ანუ განადგურებას იწვევს და განადგურებულ პლანეტაზე ადამიანები დაბრუნებას იწყებენ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ იგივე გადაწყვეტილება, რაც შინჯი მიიღო, იმ სხვა ადამიანებმაც უნდა მიიღონ იმისთვის, რომ უკან დაბრუნდნენ, ანუ დაუბრუნდნენ საკუთარ სხეულს. მაგრამ ამ მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ უკვე მკვდარი ადამიანები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც პროექტის დაწყებამდე, Human Instrumentality Project-ის დაწყებამდე მოკვდნენ, მაგალითად მისატო, რა თქმა უნდა, არ ბრუნდებიან. ხო, პირველი ვინც ბრუნდება ასუკა, რომელიც მის გვერდით აღმოჩნდება, ანუ შინჯის გვერდით აღმოჩნდება. ნუ ბოლო მომენტი, როცა შინჯი ასუკას ახშობს, ინტერპრეტაციისთვის ზოგადად ღია არის, ანუ კონკრეტული განმარტება მაყურებს არ აქვს. მაგრამ ანუ ჩემი აზრით, ჩემი პირადი აზრით, ყველაზე ლოგიკური აზრი, რომელიც ამ სცენას ხსნის, ისაა, რომ შინჯი აგრძელებს იმ მომენტს, როცა ბოლოს ასუკა ნახა სამზარეულოში და მის დახშობა დაიწყო Human Instrumentality Project-ი, როცა იწყებოდა, მაგრამ და ახშობდა მაგ მომენტს აგრძელებს. და ამას იმიტომ აკეთებს, რომ შეამოწმოს ასუკა ისევ ისეთი ადამიანია, როგორც მანამდე იყო თუ არა, იგივე რეაქცია ექნება თუ არა და ანუ ყველაფერი ისე დაბრუნდა თუ არა, როგორც მანამდე იყო. ესე ვთქვათ. და ნუ ორიგინალი ისტორია ამით თავდება. მაგრამ რებილდების ფილმები, როგორც საბოლოო ჯამში ბოლო ფილმი გამოირკვა, არის გაგრძელება. მაგრამ ნუ ამაზე არ ვილაპარაკებ, რადგან ვიღაცები არ დაგასპოილეროთ, ვისაც ნახი არ გაქვთ. მაგრამ ნუ თუ სრული იქნება რებილდებთან დაკავშირებით ჩავწერ ვიდეოს. მაგრამ ნუ თუ ზოგადად კითხვა გაქვთ რაღაცებთან დაკავშირებით, რაც კონკრეტულ მომენტებზე, მაგალითად მე მგონი ის გამორჩა რომ ამეხსნა აჯირო სამაგი აგენტია და ნუ რო კვდება და შემდეგ და რატო აკეთებს მაგ ყველაფერს მე მგონი გამომრჩა შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და აუცილებლად გიპასუხებთ ხო მადლობა ყველას ვინც ვიდეოს ბოლომდე უყურეთ თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი გამოიწერეთ და